მოგესალმებით, მეგობრებო. ვისაც გაინტერესებთ ასტრომინერალოგია, ზოგადად ქვები, ვისაც გიყვართ მინერალების გამოყენება, ან უბრალოდ გაინტერესებთ, როგორ მუშაობს ქვები, 11 ოქტომბერს მოგვჭა ნიშნული ვიდეო ლექცია. Online ლექცია იქნება ეს Google Meet-ის შეხვედრით, სადაც ფაქტობრივად ყველაფერს გავივლით, რა არის მინერალოგია ზოგადად, როგორ მუშაობს კონკრეტული ქვები, ყველა ქვას გავივლით სათითაოდ. ასტროლოგიაში როგორ ვიყენებთ მინერალებს, რა პლანეტებთან აქვს მინერალებს შეხვედრა, რომელ მინერალს რომელ პლანეტასთან აქვს ენერგეტიკული კავშირი, ესე რომ ვთქვათ, ზოგ საერთოდ არ აქვს და დაუდგენელია წერია ხოლმე. და 15 წლიანი კვლევაც მქონდა ასევე მინერალებზე, როგორ მუშაობდნენ ეს ქვები, მაგალითად, კლასტერულად მქონდა დაყოფილი, მაგალითად, ქვები ხა წინა ტრენინგებიც, რაც ჩამიტარებია მინერალებზე. კარგად იციან, კლასტერებად არის მიწის ენერგიის ქვების კლასტერი ცალკე არის, ინტუიციის ქვების კლასტერი ცალკე არის, ენერგეტიკული დაცვის ქვები ცალკე არის, მაგალითად, კაცებისთვის განკუთვნილი მინერალები ცალკე არის, ქალებისთვის ცალკე, ხო, ან ორივესთვის რომ მისაღები იყოს. სხვაშორის არაჩვეულებრივი ვეფხვის თვალის მძივი მაქვს, რომელსაც ვიყენებთ ხოლმე როგორც წესი, ძირითადად კაცები იყენებენ ვეფხვის თვალს, ძალიან ისეთი გავრცელებული არის სამაჯურები ხოლმე ვეფხვის თვლის, მაგრამ სინამდვილეში იმთხელა ენერგეტიკული პოტენციალი აქვს ამ ვეფხვის თვალს, ისე შეუძლია ჩვენ აურაზე ზემოქმედება. ოღონდ თუ ვიყენებთ სპეციალურ სიტუაციებში, ვიყენებთ სპეციალურად ჩვენ თავთან თუ ვიცით, მაგალითად, აი თქვა ასტროლოგია არ ვიცით, მაგრამ ჩვენ თავთან გვეხმარება ხოლმე ქვა, რაღაცნაირად დავაკვირდეთ რა ენერგიის მატარებლები ვარ. ზოგჯერ საერთოდ მიუღებელი შეიძლება იყოს მინერალი, მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგიურად ეს შემეფერებოდეს, ხო? და იქ ძალიან კარგად გვეხმარება თერაპიულად, ჩვენ თავს დავაკვირდეთ, რომელ ენერგიასთან ან რა პერიოდში როგორ ვართ, მაგალითად. თუმცა ეს ყველაფერი გავიგოთ, უნდა ვიცოდეთ მინერალების ხასიათი, ენერგეტიკა და შემდგომ აქედან შეგვიძლია დავინახოთ ჩვენში იმ მომენტში, იმ პერიოდში რა აქტუალური სიტუაცია არის, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ახლა აი ეს მინერალი მე მაგალითად კვამლიანი კვარცი რაღაცა პერიოდი ავიჩემო და სულ მეკეთოს ან სულ ვატარებდი ან ხელში მეჭიროს პერიოდულად და ინტუიციურად იმ ენერგიასთან მინდოდეს ურთიერთობა და შემდეგ საერთოდ აღარ დამაინტერესოს და საერთოდ აღარ გავეკარო, ხო? და მოვიჩემო აბსოლუტურად სხვა ტიპის ქვა, ლაზურიტი მაგალითად, ხო? და ეს შეიძლება მესიჯი იყოს ჩემი ქვეცნობიერისგან, რომ რაღაცა ცვლილებები მომინდა, სიმსუბუქე მომინდა, მაგალითად. ზოგჯერ შეიძლება იყოს მესიჯი რომ მე მინდა ცოტა მიწის ქვები, მაგალითად, ხო? ანუ მე გთავაზობთ ლექციაზე არა მარტო მინერალებზე საუბარს, არამედ ფსიქოლოგიური კომბინაციებით, როგორ შეგვიძლია ჩვენს ენერგიებზე დაკვირვება მინერალების მეშვეობით. ხანდახან თუ მე მაგალითად აი სერდოლიკზე აქტიურად ვარ ხოლმე აი ესე რომ აი მაქვს სიამოვნებს, ხო, უბრალოდ, ხო, რაღაც სერდოლიკთან ურთიერთობა. გასაგები არის, რომ იმ მომენტში არანაირი მისტიკა, არანაირი ქვეცნობიერი, არანაირი არაფერი მიწის ენერგია მჭირდება გაშლა კომუნიკაციაში, ესე იგი სადღაც ჩემი ქვეცნობიერი დაიღალა. რაღაც ისეთი ცოტა მაღალ ვიბრაციული ქვებით. ეს იმას არნიშნავს, რომ მაღალ ვიბრაციული უფრო რაღაც დიდი ისეთი ენერგეტიკული კავშირით არის. უბრალოდ ყველას აქვს თავის კლასტერული ენერგეტიკა და სხვათა შორის მე რამდენიცთანაც მქონია შეხება დიდად აქ მინერალოგიაში ნაკლებად ერკვევიან ხოლმე, ნაკლებად ეძიებდნენ ინფორმაციებს მინერალებზე. და ცოტა გულიმწყლებოდა ხოლმე, იმიტომ რომ ინტერესი არ იყო. თან ხა ყველას აბა ჩემი ზოდიაქოს ქვა რომელი ამბობენ და სულ ცდილობენ ხოლმე. ახლა აქ ჩერდება ცოდნა მინერალი, ჩემი ზოდიაქოს ქვის მინერალი აქ არის. მხოლოდ ცოდნა ეს გაჩერება და მეტი აღარ აქვს ხოლმე ინფორმაცია. ამ დროს ზოდიაქოს ქვებს საერთოდ არ ვიყენებთ. მარტივი ჭეშმარიტება, რაფრის მოცემი არ არის უბრალოდ ზოდიაქოს ქვა. თან ამ ზოდიაქოს ქვებიც არასწორად აქვთ გაგებული. ახლა ზოგჯერ ოპალს იძახიან ხოლმე მერწყულზე, მაგალითად, რომელიც საერთოდ მერწყულურ ენერგეტიკასთან საერთოდ კავშირში არ არის ოპალი, ხო, ეს წყლის ენერგიებთან არის კავშირში ზოგადად. მაქვს აგერ პატარა ოპალიც. ოღონდ აქაც ვარკვევთ, რომელი
ფერის უნდა იყოს, ამ ფერის კლასტერებზეც ცალკე ვისაუბრებთ ლექციაზე. ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო ლიტერატურებსაც, სადაც შეგვიძლია მე ცოტა სხვანაირად უყურებ მინერალებს, თუმცა ამ ციკლს ძალიან ვიყრდნობი, მაგრამ ჩემ გამოცდილებაში აქაც ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერებს ძალიან განსხვავებული ენერგეტიკული ველი აქვს და სხვა ეროვნების წარმომადგენელი, მაგალითად შეიძლება სხვანაირად ხედავდეს მინერალის ენერგეტიკას და ჩვენ, როგორც ქართველები, მაგალითად ცოტა სხვა ვიბრაცია გქონდეს, იმიტომ რომ ქვეყანას თავის რუკა აქვს, თავის ენერგოველი აქვს, თავის ხასიათი აქვს ქვეყნის ეროვნება ზოგადად და მაგასაც ვითვალისწინებ ხოლმე მინერალოგიაში და მაგასაც თვითონ იქ სოციალური ფონი როგორი იყო, იქ მაგალითად ტრადიციული გაგებები როგორი იყო, რომელიც მე სხვა ტრავმებს ქმნის ფსიქიკაში, იმიტომ რომ ხა შეიძლება ერთი და იგივე რუკის ადამიანი იყოს სხვა ქვეყნიდან წარმომადგენელი და აბსოლუტურად სხვანაირად იყენებდნენ რუკას, ხო? აქაც კულტურას გააჩნია, აქაც ენერგეტიკას გააჩნია, ასე ვუყურებ მინერალებსაც. და ძალიან ბევრი წელია მინერალებით ვარ გატაცებული. პირველ რიგში ასტროლოგიაში შემოვედი მინერალოგიით. ასტროლოგიას რო სწავლობდი, მაშინ თან მინერალებს ვიკვლევდი. პირველ საერთოდ მინერალებით დავიწყე, დაახლოებით 13-14 წელს ვიყავი. პირველი წიგნი რო წავიკითხე მინერალებზე, შეძენა დავიწყე მინერალების და მაქედან დაიწყო ჩემი გატაცება და მაქედან წავედი მე ასტროლოგიის თემებიც მაქედან წამოვიდა, ესე რომ ვთქვათ, ასე რომ ძალიან ბევრი მაქვს ლექციაზე, სასაუბრო, საინტერესო გამოცდილებებით, უამრავი წიგნი მაქვს დაკითხული, მე ამას პრაქტიკაში ვდებდი ხოლმე, მე ვაკვირდებოდი ადამიანებს ეს როგორ მუშაობდნენ, გაგაცნობთ მედიტაციურად როგორ შეგვიძლია პრაქტიკაში მინერალების გამოყენება, მაგალითად, მედიტაციურად მაგ ფსიქოლოგიას გულისხმობ, მედიტაცია ჩემთვის ფსიქოთერაპია არის, ჩვეულებრივი, ოღონდ უფრო ემოციურ შრეებზე, შიდა შრეებზე და აი ამ ფსიქოლოგთერაპიულ პრაქტიკებში, მედიტაციურ პრაქტიკებში მინერალები არის, აი ხა მე ეს გულახდილად ვერ ვკითხრათ, პირად რუკას, როცა პირად რუკაში კონსულტაციებს, როცა ჩვეულებრივად შეხვედრები მაქვს ხოლმე, ყოველთვის მინერალი ხელში მიჭირავს, ყოველთვის. ან თისბროლი იქნება ეს, თუ არის აი ესეთი აქტიური, როცა საუბრო, საკომუნიკაციო, თუ არის იქ ხმათერაპიული პროცესი, ვხედა უკვე რუკას, იქ პლუტონური აქტიურობა აქვს ადამიანს, ან რაღაც ისეთი სატურნული ენერგია, ან კარმული ასპექტები, ყოველთვის მაგალითად კვამლიანი კვარცის გვერდზე მიდევს ხოლმე ერთხელში, მეორეში. და რო ვაკვირდებოდი განსხვავებებს, აი მინერალების გარეშე და მინერალებით აბსოლუტურად შეგრძნებადობითაც მე უფრო გრძნობდი იმ ადამიანების ემოციებსაც და შეგრძნებადობას აქ რას გულისხმობ, ის კი არა რომ გადმოვიდეს ჩემზე. აი ველში რო კონტაქტზე გავდივართ ერთმანეთთან და უკვე ეს თერაპიული პროცესია, როცა ჩვენ ადამიანთან ესეთ ღრმა კონტაქტში ვართ, ისიც გრძნობს და ეს ერთობლივი ველი მე აი მკურნალობას რო ეძახიან ხოლმე თერაპიულ მკურნალობას ეს ხდება. ამაში მე წლების განმავლობაში ვიყენებდი მინერალებს და თუ გაინტერესებთ ეს თემები, სპეციალურად მაქვს მინიმალურ ფასში ეს ლექცია დაგეგმილი, რომ მაქსიმალურად ვისაც აინტერესებს ყველა მოვიდეს, იმიტომ რომ მქონდა ხოლმე ჯგუფური ტრენინგები, ახლა 3-4 4-ჯერ ძვირი ღირდა ხოლმე, იქ ინდივიდუალურად პირადი რუკებით გავდიოდით მინერალოგიას და ფსიქოტიპის შესწავლით უკვე პროფესიონალურ დონეზე როგორ ეხლა ვისაც აინტერესებს ხოლმე რომელი არის ჩემი ქვა, მაგალითად იქ პირადი რუკით გავდივართ აბსოლუტურად მე მის ფსიქოტიპს ვსწავლობ, კარმულ ასპექტებს ვსწავლობ, მის გარემოებას ეხლა რაში არის ადამიანი იქ ტრანზიტებში ჩანს ხოლმე ეს ბევრი კითხვაც რო არ არის საჭირო და პოტენციურად რა გარემოში არის ხო ენერგეტიკულ გარემოში არის და იმის მიხედვით ეს არის უკვე აი ზუსტად რო ვიცით რა კლასტერები ჭირდება ამ ადამიანს. ხა როცა არის იქ თევზების ენერგია დაზიანებული, წყლის ან კირჩხიბის ენერგია დაზიანებული, იქ მთვარის ენერგიის ქვებს საერთოდ გამოვრიცხავ ხოლმე კლასტერულად, ხო? ლექციაზე ასევე ავხსნით, თქვათ ჩვენ თუ ასტროლოგია არ ვიცით, როგორ უნდა დავაკვირდით ჩვენ თავს, როგორი ტიპები ვართ, როგორი ენერგეტიკა გვაქვს, ხო? და იმის მიხედვით ჩვენ თვითონ შევარჩიოთ ქვები. შესაბამისად, რომელი არის უსაფრთხო ქვა, რომელიც შეგვიძლია ისე ჩვეულებრივადაც შევარჩიოთ, ან რომელი არის ძლიერი ენერგეტიკის ქვები, ახლა მაგალითად ძოწი, რომელიც არის გავრცელებული, მე მიყვარს ძალიან ძოწი, არანაირი პრობლემა არ მაქვს ძოწთან. კარმულათაც, რუკითაც, ფსიქოტიპითაც, მაგრამ ის ვიცი რომ ხშირად შეიძლება მისი ტარება. მაგალითად ერთ-ერთი აი ეს ჰაულიტი არის,
ერთ-ერთი ძალიან საკმაოდ ისეთი ქვა არის, რომელიც შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ ხოლმე ახაც ესეთი სიმშვიდისთვის, ხო? სიმშვიდის ქვა გვაქვს ასევე სელენიტი, ძალიან მიყვარს ეს ქვა. სელენიტს ვიყენებთ, როდესაც აბსოლუტურად ინტელექტუალურად დაღლილი ვართ, ძალიან ბევრი კოგნიტური ინფორმაცია მივიღეთ, მაგალითად და უბრალოდ დამშვიდება გვინდა, სელენიტს ვიყენებთ, ხო? თუმცა არის ის მომენტები უკვე პირად რუკაში, როდესაც სელენიტი 1000-ში ერთხელ შეიძლება გამოვიყენოთ, მაგრამ არა სისტემატიურ ტარებაში, ხო? და ამ ყველაფერს სჭირდება რაღაც დონის ცოდნა. ყოველ შემთხვევაში რაღაც დონის ინფორმაცია მაინც და თუ თქვენ გააქვთ ამისი სურვილი, შეგიძლიათ მომწეროთ, არის დახურული ჯგუფი უკვე, სადაც Google Meet-ით ჩატარდება ლექსია და შემდგომ დაიდება ეს დახურულ ჯგუფში და შემდეგაც შეუძლიათ ხოლმე მოსმინონ, წტომა ექნებათ, ანუ ეს ტექნიკურად მე მიყვარს სრული კომფორტი, იმიტომ რომ ესეთი ინფორმაციები არის აქ, რომ შეიძლება მე დაგვავიწყდეს განმეორებით, რომ კარგი იქნება რომ დაუბრუნდეთ. ძალიან იშვიათად ვაკეთებ ხოლმე მინერალოგიაზე ლექციას, ალბათ 2 წელიწადში ერთხელ ხოლმე. და მე ვიცი თუ გააქვთ ინტერესი, შეგიძლიათ შემომერთეთ, სხვა ინფორმაციას გაიგებთ. ძალიან საინტერესოდ ვისაუბრებთ, იქნება ინტერაქციაც, იქნება შეკითხვებიც, იქნება დიალოგებიც და ურთიერთობა რაც თავარია, ხო? და ყველაფერს აგეხსნით ქვებზე, როგორ მუშაობს ჩვენ აურაზე, როგორ მუშაობს ჩვენი აურაც, ამავე დროს როგორ მუშაობს ეს ასტროლოგია და მინერალოგია ერთად ძალიან საინტერესო შეხვედრა გვექნება. გამოცდილება მაქვს, მაგიტომ ისეთ საინტერესო იყო წინა ლექციები ხოლმე, რომ სიამონებით გავიმეორებდი კიდევ ერთხელ და დროებით გელოდებით მეგობრებო მომწერეთ და ვისაც გაქვთ სურვილი ჩაგსვამთ დახურულ ჯგუფში და დროებით